დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, რა თქმა უნდა დღეს ვსაუბრობთ სიყვარულზე და მხოლოდ სიყვარულზე. რომანტიკა და სიყვარული ნამდვილად და გუშინ 13 თებერვალს სასტუმრო Holiday Inn-ში ძალიან საინტერესო გამოფენა მოეწყო. მე მგონი თქვენ საქმის კურსში ხართ, რა თქმა უნდა სიყვარულის თემატიკაზე. ორმა ძალიან კარგმა ქალბატონმა ნინო დარასელმა და გალერისტმა დედიკა ბულიამ შეკრიბეს ის ნახატები, რომლებიც შეგვახსენებს, რომ სიყვარული არის ვერტიკალური და თან ბრუნვადი. აი ამ არაჩვეულებრივ გამოფენაში მონაწილეობდნენ ცნობილი მხატვრები, მათ შორის ოლეგ ტიმჩენკო, მურთა შველიძე და კიდევ ძალიან ბევრი სხვა. მოდით ახლა ერთად ნახოთ ვიდეო და შემდეგ რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით. დღეს Holiday Inn-ში გალა გალერეის კოლექციიდან გამოფრინეთ 8 ქართველი მხატვრის სიყვარულის თემაზე შექმნილი ნამუშევრები. აქ არიან წარმოდგენილი ისეთი საინტერესო მხატვრები, როგორებიც არიან ოლეგ ტიმჩენკო, ვახო ბუღაძე, მურთა შველიძე, მაია სუმბაძე, ლევან მინდიაშვილი, როკო ირემაშვილი, კოტე სულაბერიძე. ძალიან საინტერესო მხატვრები და თან თავარია რომ სიყვარულის თემაა დღეს აქ მნიშვნელოვანი და ჩემი ნება რომ იყოს ყოველდღე გავაკეთებდი ესეთ გამოფენაზე და გამოფენდი სიყვარულის თემატიკაზე შექმნილ ნახატს. აქ წარმოდგენილი არის ამ კუთხეში მურთა შველიძის ნამუშევრები. ეს ნამუშევრები არის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი. აი მაგალითად პირველი ორი დიპტიხი, აი პირველი ორი ნამუშევარი. ეს არის ჩვენ ქონა გამოფენა, რომელსაც ერქვა დიდი თამაშები და იმ სერიიდან არის დარჩენილი კოლექციაში. რაც შეეხება ამურს, სახელწოდება არის ბასეინი. ეს რაღაცა კინოკადრივით არის და ძალიან საინტერესოა, მე პირადად ძალიან მომწონს. აქ წარმოდგენილია ქალისა და ქალის სიყვარული. ნუ რა ვიცი, შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ არ უნდა გამოგეფინათ, მაგრამ ნუ მე ვფიქრობ, რომ არსებობს ჩვენთან არსებობს მსოფლიოში და ამიტომ სიყვარულის დღეს, ნუ მე პირადად გადავწყვიტე, რომ ეს ნამუშევარი შველიძის კოლექციიდან წარმოგვედგინათ.
ნანუკა, ძალიან დიდი მადლობა ნანუკას. მე მაინტერესებს ნანუკა თუ არის თვითონ რომანტიკოსი. წარმოუდგენელია, როდესაც ასეთ მუსიკას უკრავ, რომ არ იყო რომანტიკოსი, ხარ? კი, ვარ. და ამ დღეს თუ აღნიშნავ ჩვენი ტრადიციული კითხვა დღეს. ესა მე არ მაქვს გართულება მაინდა-მაინც 14 რიცხვზე რატომაც ანუ ეს მაგრამ იდეა ანუ ზოგადად ვთვლი რომ შეყვარებულ ადამიანებს შეიძლება სხვა დღე კონდეთ არჩეული რომელიც თავისთვის ანუ თავიანთი ურთიერთობისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დავუშვათ 14 რიცხვი მაგრამ ანუ ის იდეა რომ არსებობს ეს საერთაშორისო დღე როცა აღნიშნავს სიყვარულს ძალიან მომწონს. ხო, როდესაც მთელი მსოფლიო ერთად აღნიშნავს, ეს არის ძალიან ბევრია მოწინააღმდეგე, ძალიან ბევრი ამბობს, რომ ყოველი დღე სიყვარულის უნდა იყოს, მაგრამ მე მგონი ისეთ ბიზნესად ჩამოყალიბდა ეს დღე, ესეთ ინდუსტრიად, რომ ვეღარაფერი ვეღარ უშველის. საინტერესოა რა ხდება ნინუცასთან. სიყვარულის ზეიმია. თუ მოდის და მოდის ისევ. რაღაცა მაინტერესებს საჩუქრები გაუმრავლდა თუ არა თან. პოაჩუკეს. ნინუცა თუ გესმის ჩვენი? ნინუცასთან თქვენი ხმა ესმის ნინუცასთან უამრავი ადამიანი მოვიდა. როგორც ჩვენმა მაყურებელმა იცის, ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვანონსებდით, რომ აქ ჩვენ გვექნებოდა აქცია. მოვიდა ახლა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, რომელსაც ძალიან უყვარს ერთი გოგო. და რომელსაც უნდა რომ აუხსნას ახლა სიყვარული და უთხრას რომ გიждდება მასზე. გატუზო. გამარჯობათ, მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ნინუცა შენც გილოცავთ დღევანდელ დღეს სიყვარულის დედოფალო. მოგოს და ეს არის ხა რა მინდა გითხრათ. ჩემო ლიკუნა, ჩემო საყვარელო, ძალიან მიყვარხარ. ამ ბოლო პერიოდის მანძილზე ცოტა გამბირთულდა ცხოვრება, მაგრამ არა უშავს. დრო ყველაფრის მკურნალია და მინდა გითხრა რომ მაპატიე ყველაფერი, თუ რამე მიწყენინებია შენთვის და მინდა გითხრა ძალიან მიყვარხარ. ჩემი სიცოცხლე ხარ და სიცოცხლეზე ძალიან მიყვარხარ. ბრავო, ბრავო. ლიკუნა, შენ თუ ეხლა ტელევიზორთან ზიხარ და ამას გულგრილად უყურებ, მე შენ არასდროს აღარ დაგელაპარაკებ. ყოჩახ შენ მაშინ. გატუზო. ძალიან გიყვარს? ძალიან. როგორ ძალიან? სიცოცხლეზე. ნინუცა, გესმის ლიკუნა გაიგე? ნინუცა, კი მესმის ჩვენ გვინდა რომ ბევრი მოვაცნოთ. დიდი მადლობა გადაუხადა გატუზოს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ გაიმარჯვებს. ლიკუნა უყვარხარ გატუზოს. ნინუცა, აბა დანარჩენი მსურველები. ჩვენთან ერთი ბაბურო მოვიდა, რომელსაც სიყვარულის ახსნა გინდათ? სიყვარულის? კი, გამომისწია ეს. როცა ვიყავი ახალგაზრდა. სიყვარული ძნელია. გეთანხმებით. პირდაპირ. ნო, პირდაპირ. მე მიყვარდა ერთი გოგო. ჩემი თვალით მაიგი იყო სულ სხვა. და ეს ჩაიშალა. რატომ? რატომ ჩაიშალა? რატომ ჩაიშალა და ჩემი ბებია პირველი ქმარი იყო ქობალია. დიახ? მოკვდა ეს. და ჩემი მამა იყო დაბადებული. და მე გაყვა და თქვენ შეყვარებულთ არაშუაში? არა, მაგრამ მე ვისაც გაყვა იმის გვარის იყო ის. და ამიტომ ჩაიშალა თქვენი ამბავი. და აღარ მოგიყვანიათ მერე ცოლი? არა. ისევ ის გიყვართ? ისევ ის გიყვართ? ეხლა გულიდან მინდა ამოვიღო, მაგრამ ვერ ამოვიღე. ანუ თქვენ თვლით რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის? და მე მოვიყარე ცოლის. აი იმაზე უარესი არ იყო, მაგრამ ის მე მაჩვენეს და მომეწონა და აგირიგეს ის. მაგრამ მაინც ის გიყვართ თქვენ მგონი? აი ეს გულიდან მინდა ამოვიღო. და ვერ იღებთ. ვერ ვიღებ. ესე აი ასეთი ყოფილა ეს. ძალიან კარგია ბაბუ სიყვარული და გისურვებთ რომ ცხოვრების ბოლომდე შეყვარებული იყოთ. არა, მაგი ტელევიზორში იქნება? ტელევიზორში ხართ ახლა კი? რა ქვია ამ ქალბატონს? არ არის სირცხული რა? ბებე, სოლით უყურეთ. იმას? მაგი გათხოვილია? გათხოვილია? არა. თქვენ სოლი ხავთ? არა, დამეღობა. ეხლა მაგი რო იყოს ცარიელი. მოიყვანია. გაყევით ახლა თუ უყურებთ თქვენ ჩვენს ეთერს, თქვენი სახელი მითხარით?
არა კაცო, გაიგებენ და სერცელია. არ მეუბნება მის სახელს, მაგრამ თქვენ ხომ იცანით, გაყევით მას ცოლად, ის თქვენ გელოდებათ. მადლობა დიდი. ბრავო! ჩვენ გელოდება შემდეგი წყვილი. ძალიან საინტერესო ბაბუ იყო. მოდით გვითხარით, დიდი ხანია ერთად ხარ? 2 წელია რაც ერთად ვართ და გვიყვარს სიცოცხლეზე მეტად ერთმანეთი. ძალიან მაგად გვიყვარს, მართლა. მართლა. ხშირად ეუბნები რომ გვიყვარს. ყოველდღე ძალიან მევჯერ, არა, ძალიან მევჯერ. აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა ძალიან მევჯერ. პირველმა რომელმა აუხსენეთ სიყვარული? მე აუხსენი, ანუ ფესმოდელ ხლებაზე ვერდის კონკურსზე მიფრინავ და მე პარიზში გავიცანი პირველად რომ ვნახე, მივხვდი რომ ეს ის იყო, მართლა მივხვდი რომ ეს ის იყო. მე აღმოვაჩინე და მის მერე ვართ ერთად. ოღონდ თავიდან ცოტა გამაწვალა. რატო? რა არ მოგეწონა? ცოტა ის იყო, რა ქვია. თავისთავში არ დარწმუნებული ალბათ რა. მოდი ახლა ორიგინალურად აუხსენი შენ ახლა სიყვარული რა ხან სულ ეს რაც არ უთქვას, არ გითქვამ შენ ახლა ჩვენთან ერთად ხარი მაშინ. ყველაფერს ვატყეი რომ ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარს და აი მოკლედ ჩემი იდეალია ეს ადამიანი და ყოველთვის მეყვარება. აი ის რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა მოხდეს, აი სულ ერთად ვიქნები რა, კამათი იქნება, ანუ არ მაინტერესებს. თავარია ეს ჩემი აი ნუ ჩემია რა ეს ადამიანი და არავის არ დავუსვა, მარტო მე მიყვარს. ძალიან კარგი. გილოცავთ ვალენტინობას. მადლობა თქვენს გაიხარეთ. ახლა მე მელოდება შემდეგი წვილი, რომელიც ჩემთან შემოვედაში, მაგრამ სანამ ისინი შემოვლენ, მე აქ ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის დილიდან და მეხვეწებიან რომ ამახსნევინე სიყვარული, ამახსნევინე სიყვარული. მაგრამ სანამ შემდეგ წვილს შემოვიყვან ჩემთან ეთერში, მე მინდა მივმართო ნათიას, ირაკლის შეწირულის ცოლს. აბა? ვაი, ირაკლის ძალიან უნდა რომ მისთვის სიყვარული აეხსნა, მაგრამ ირაკლი თუ სიყვარულს აუხსნი და მაშინ მე ეთერში ვერ ვიქნებოდი, იმიტომ რომ ის კამერის უკან დგას. ნათია, ირაკლი შენ ძალიან უყვარ ხარ, გილოცავს ვალენტინობას და საღამოს დაელოდე საჩუქრით ხელში. კარგი სურპრიზია შენთვის. ირაკლი. ახლა კი ირაკლის ნამდვილად ყოჩა, ახლა კი მე ველოდები შემდეგ წვილს. ესე იგი ნინოცა ძირითადად წვილები მოდიან. მოდი თქვენი სიყვარულის ისტორია მომიყევით. ნუ ეხლა ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, სულ რამოდენიმე წუთის წინ. რუსკა, რავი, რა შეიძლება თქვა ესე გომარება შავად მარტო ეს რუსკაი. უსომოდ მიყვარხარ. რუსკა, მაგ რამდენიმე წუთის წინ იპოვა მგონი მისი მომავალი სიყვარული. რუსკა ვუთხრათ მაყურებელს ვიდა რომ მოგილოცოთ სიყვარულის დღე და გისურვებთ რომ ყოველი დღე თქვენთვის სიყვარულის ყოფილიყოს. რუსკა არის ჩვენი ჟურნალისტი. წყვილს ყველა შეყვარებულ ადამიანს და რავი. და თქვენ აპირებთ ურთიერთობის გაგრძელებას? რავი, დავაკვირდებით მე ჩუმად ვიტყვი რომ ამათმა რამდენიმე წუთის წინ მომრებიც კი გაცვალე. დავაკვირდებით სიტუაციას და ვნახოთ რა გამოვა რა. მე მგონი უნდა გამოვიდეს. სიყვარულის დღეს დაწყებული სიყვარული აუცილებლად გამოვა. შენი აზრით? მე ესე ვფიქრობ. ნახოთ და ნინოცა რა ხდება? არიან კიდე გადარჩენები, სურვილები თუ არიან კიდე? სურვილები ბევრი არიან, მაგრამ მგონი უკვე ჩვენი დრო იწურება, ამიტომ ჩვენ უნდა მგონი გამოვავლინოთ გამარჯვებული. თქვენი სიმპათია მე მაინტერესებს ვინ დაიმსახურა. ხო და ვფიქრობდით ახლა და მე მაგალითად ვემხრობი იმ პოზიციას რომ გატუზომ გაიმარჯვოს, იმიტომ რომ როგორც მივხვდი მას და მის შეყვარებულს რაღაცა კონფლიქტი აქვს ხომ და იქნებ ეს იყოს გახდეს სტიმული და ბიძგი იყო. ნამდვილად გატუზომ მის შეყვარებულს კონფლიქტი აქვს. ნინოცა იქნებ ეს სუნამო, რომელიც ისიპარმა დააწესა, იქნებ გახდეს კიდევ ერთი დამხმარე იარაღი იმისთვის, რომ ლიკუნა შემოვირიგოთ. მე ძალიან მომეწონა კიდე აუცილებლად. რომელიც პირველმა მივიღო. ანუ გატუზომ დაიმსახურა ეს სუნამო. არა, ვფიქრობ ახლა ვჯელობთ, არა, ერთი კეთის განსხვავებული აზრი აქვს და ვფიქრობთ ახლა რომელიც მე მომეწონა ის ნომერი, რომელიც შეასრულეს მუსიკალურად. პირველი მილოცვა მუსიკალურად. გიტარით. მუსიკალურად პირველი მილოცვა. ნინუცა შენ და ბაბუ არ მოგეწონათ? მე მომეწონა ძალიან ბაბუ. რომელი ბაბუ გააჩნია პირველ ჩართვაში რო ყავდა თუ ეხლა ბოლოს? პირველ ჩართვაში როცა მყავდა, რომელი ბაბუც მყავდა ის ბაბუ, იმიტომ რომ ისეთი შეყვარებული იყო, რომ მე ესეთი შეყვარებული არ მინახავს ძალიან დიდი ხანია არავინ. Facebook-ს ყველაზე მეტად სწორედ ის ბაბუ მოწონს, რომელიც შენ ნინუცა.
დავქნათ. Აში თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება და შეგვატყობინეთ ჩვენ. ნინუცა ბაბუ სხვათა შორის დღესაღამოს ეპატიჟებიან უკვე და მის მეუღლეს ზაზანოვაში. მიიღეს მოწვევა უკვე. იმედია კოორდინატები გაქვს, ხო? კოორდინატები მე ყველა ჩემი ჩართვის სტუმრების მაქვს. ამიტომ მაშინ ბაბუ და მისი მეუღლე გავუშვათ ზაზანოვაში. და ის არის ლიფუნას ვაჩუქოთ სუნამო. მეც ესე ვფიქრობ, რომ გატუზო იცახურა. ვის ვაჩუქოთ? ეს უკვე შენი გადასაწყვეტია, ჩვენ ვფიქრობ შენ ფავორიტს ეკუთვნის მაის. მოდი პირველ ვინც გიტარით აუხსნა სიყვარული თავის შეყვარებულს იმას ვაჩუქოთ მაისურები. მე მგონი ორიგინალური იყო და განსხვავებული ყველასგან. ნამდვილად ორიგინალური იყო და მაშინ ასე მოვიქცეთ. მე ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ მივულოცავ ვალენტინობას და ყველას ვუსურვებ, რომ მუდამ შეყვარებულები იყვნენ. მადლობა ნინუცა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვეტყვით მაყურებელს, რომ გვაქვს თითოეული ინტერვიუერის კოორდინატი, ვინც სიყვარული ახსნა პირდაპირ ეთერში, ჩვენ გამარჯვებულებს დაუკავშირდებით აუცილებლად და გადავცემთ აუცილებლად აი არაჩვეულებრივ საჩუქრებს ისიპარისგან და მაისურები ნინო დარასელი და სალომე გვარი შემახსენე, სალომესგან. აბესაძე თუ არ ვცდები, სალომე აბესაძისგან არის ეს მაისურები, რომელიც გრატოშიც იყიდება, შეგიძლიათ წახვიდეთ და უყიდოთ თქვენს რჩეულებს, აი ეს ულამაზეს თქვენთვის და თქვენი რჩეულისთვის. მოკეთ ახლა მოდი ვისაუბროთ ცოტა ხანი სტუმრები გყავს უკვე. დღეს როგორი სტუმრიანობა. თან ისე დროს როდესაც რომანტიკა მოგზაურობთ. არაჩვეულებრივი სტუმრები, მოცეკვავები რატი გაჩეჩილაძე და მარია მიაქაშვილი ძალიან დიდი მადლობა შეგიძლიათ სანამ ცეკვას დავიწყებთ. ჩვენ გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, როგორც ალბათ მაყურებელი მიხვდა, რომ გაიცემის ბოლოს შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივ ცეკვას და ჩვენმა შუადღემ არჩევანი შეაჩერა სიყვარულის ცეკვაზე რუმბას. არის მართლაც სიყვარულის ცეკვა? ასე გამიგია და გაგვიგია. რატომ ქვია სიყვარულის ცეკვა? ხომ არ იცით ისტორია? ყველაზე კარგად გამოიხატება ამ ცეკვაში ბიჭის და გოგოს ურთიერთობა და რა ვიცი, ალბათ ამიტომ. და ჩემთვის ძალიან საყვარელი ცეკვა არის სხვათა შორის. თქვენ თუ აღნიშნავთ სიყვარულის დღეს? სიყვარულის დღეს ისე. მაინც მუშაობთ. მუშაობის პარალელურად შეგიძლიათ თქვენს შეყვარებულს არაჩვეულებრივ განსხვავებულ. მე მგონი ისეთ ცეკვას შეგვისრულებენ, რომ უკვე აღნიშნოთ შეგვიძლია, რომ ჩავთვალოთ. სანამ დავიწყებთ ცეკვას, მანამდე მინდა რომ მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს დღევანდელი დღე და მე უკვე დავიდეთ ფინალს. მე მინდა მიულოცო ყველა შეყვარებულს და მინდა ბედნიერება უსურვო და ბედნიერი ვალენტინის დღე. ასევე ამ ცეკვას მოგიძღვნით თქვენ. ყველა შეყვარებულს ეზღუნება მოკლედ. და მე მინდა რომ ჩვენს საქსოფონის უდიდესი მადლობა ჩვენს ფოტოგრაფს, რომელმაც 2 საათი რომლებმაც 2 საათი ჩვენთან ერთად გაატარეს. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსაც, დიდი მადლობა რომ ასე აქტიურობდით და გვიყურებდით. დღევანდელი გადაცემა დასრულდა, თუმცა რა თქმა უნდა თქვენ გიტოვებთ ულამაზეს ცეკვას, სიყვარულის ცეკვას რუმბას, ჩვენ კი დავბრუნდებით ორშაბათს, ხო? ორშაბათს დავბრუნდებით. დამთავრდა სიყვარულის კვირეული ძვირფასო მაყურებლებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ეს კვირა ჩვენთან ერთად გაატარეთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ სკეპტიკოსებო მოეშვით და გააკეთეთ საჩუქრები, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი რომ გიყვარდეთ და აღნიშნავდეთ ამ დღეს. უბრალოდ მიუძღვენით საჩუქრები თქვენ საყვარელ ადამიანებს ორშაბათამდე. ძალიან დიდი მადლობა. გიტოვებთ რუმბას. ნახვამდის. დავიწყოთ. Sazem xatavshen lamas tvoleps Chemo maya She alers men Gznomdi overdre Mgherik shetuis natsnop simreres Chemo sitzotzre
დავით შენზე ფიქრებმა სულით დალია ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით ჩემო მაია შენს ალეს მე ვგრძნობ ყოველ დღეს ღერი შენთვის ნაცნობ სიმღერა